რას ვერჩით? მე მახსენდება ამ წუთში იაპონიის ენერგეტიკის სამინისტროს მაგალითი, მინისტრის კაბინეტის თავზე, საწერი მაგიდის თავზე კიდია ტონა ნახევრიანი ჭაღი. თუ ენერგოსისტემის კრიზისი მოხდა და გაიქიშა ენერგოსისტემა, ეს ჭაღი მაგნიტითაა დამაგრებული, ავტომატურად ვარდება და მინისტრს ეცემა თავზე. იქნება ასეთი ჭაღები დაგვემაგრებინა პარლამენტში, პრეზიდენტის კაბინეტში, მინისტრების კაბინეტში და დაგვესვენებინა ხალხი ჩვენი პრობლემებისაგან. დავიწყეთ მასობრივ საპროტესტო აქციებს. და ვარდებს გავუკეთებთ ხოჩორში ამ თუ შეგჭათ. ეს ხოჩორი გავიწყო ბოლო დროს სააკაშვილის მებურთლება და გულმა გახეთქი. ინკვიდია, ზურგზე კვიდია, თავზე კვიდია. ქვეყნის ტერიტორიული ქვეყნების დაშლა. აბიგლუკოზა ნოშრევანი, საკასო აპარატი მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ ვემზადებით ვადამდელი ხელისუფლების არჩევნებისათვის, რათა ქვეყანა გავანთავისუფლოთ იმ მარტოქებისა და დევებისაგან, რომლებიც ჩავდიდნენ ჯიბეში, სულში, ოჯახში და გვართმევენ არსებობის უკანასკნელ საშუალებებს. ეთყობა, სადაც მე გამივლიან მიცხოვრე იმ ადგილებზე სააკაშვილის მომეტებული მაგნიტური ველის ნევროზული პრობლემები აწუხა. უნდა ველაპარაკო ნოღაიდენს, რომელსაც კახელებმა დაარქვეს დაღლილი ვირი. აჭარელი ლუი დე ფიუნესი ვარად ხაბაზე. ალბათონის სხვადასხვა ორგანოები დაძღობილია 100 მილიონად. ალბათ უკანა ნაწილი დაძღობილი ყოფილა 100 მილიონად, კი? არასწორა სააკაშვილს როგორც პატარსაც. ჩვენი საქართველო, ჩვენი სამშობლო სააკაშვილთან ერთად აი ასე გამოხრა და აი ასე გაატყავა. ხელმძღვანელ კორპუსს და ბიზნესს წარმოადგენს ტყვიავის ის უბანი, სადაც დაიბადა და გაიზარდა ეს ციკლოპი ქარელი. რომელსაც ხალხში კიდეც უპრის ეძახიან ბრეგვაძე თუ ბრეგაძე. ჩვენს დაისვენებთ, ჩვენს დავისვენებთ, ტრიპოლის დაისვენებთ, ქვეყანას დაისვენებთ, სოფლის დაისვენებთ. ვინ პარტია, ვინ პოზიცია, ვინ მემარჯვენეა, ვინ დაცენტრილია, ვინ ცენტრისტია, ვინ მემარცხენეა. რადგანაც ზოგურა ამ პიროვნებას გენეტიკური ინჟინერიის გამოყვანილი ადამიანის მსგავსი ვირთხამბურია. ნესვი თეთრხელთან მას. როგორme ზამთარ თუ გადავუჩი, როგორme ქარმა თუ მიმაკე. ფედერას შოუს ვეძახი, ვალოს შოუს. ой, პარასკევ. ახუბარდიას ცივი წყლის სავსე ტაშ შეგ ფეხები ჩაყო. მაგრამ რაც შეეხება შეხედულებებს დავუშვათ პოლიტიკურს, მე მაგალითად აი გულწრფელად გეტყვით რა, მე ვარ მემარჯვენე ჩემი მემარჯვენე და მემარცხენე ერთ ოჯახში როგორ? მემარცხენე, თუმცა ბავშვები ცენტრისტები. ახში და ერთადერთი პოზიტივი რაც შეიძლება მისი მუშაობის პერიოდს მივაწეროთ, ეს გახლავთ ქალბატონ ელისო ჩაბეძის გათხოვება, რასაც მე მივესალმები და ვლოცავ. დიახ. თბილისის საკრებულოში ორმა დეპუტატმა ჩვენმა დეპუტატმა ჩვენგან გასულმა იჩხუბა ვის შეხვდებოდა ტუალეტიანი კაბინეტი. აჰა, ეს აჩხუბარი იყო? კი, ეს საკითხები ჩემთან ირჩევდა. აჰა, დიახ. კი. მე ხლა შევეცადე რომ როგორც მოდაშია კომპრომისის და დიალოგის გზით დამერწმუნებინა რომ ან ერთს დაეთმო, ან მეორეს დაეთმო. ერთ კაბინეტს ქონდა მხოლოდ ტუალეტი. ერთს ქონდა. თუ როგორ დავარწმუნეთ მე? არა, ნუ მიხვედრებით და მინიშნებით რაღაცებს ვაკეთებ, არაფერი არ გამოვიდა. ორივე გავიდა პარტიიდან და ორივემ განაცხადა რომ ვინაიდან ნათელაშვილი შეეკრა შევარდნაძეს და ხელისუფლებას შევტოვებთ პარტიას. ვაიმე? ხო, ეხლა თან ისეთი მიზეზია რომ სირცხვილით ვერც მე ვიტყვი და ისინი რატო გავიდა? ხო და ბუნებრივი ეხლა ლანძღვაგინების ტირადა მიდის ტელევიზიით და ეხლა ვის ესე ამოუნება ეს და სახში კარი კორიდორია სამოთახენებინა, მაგრამ გრძელი კორიდორია. ხო და მე იქიდან მოვდივარ, ბელა აქედან მოდის, სადღაც ჩუალეთზე შევხვდებით, ერთმანეთს გადაუბრყოთ, გავაგრძელებთ ციარუსს. და მოკლედ ერთი ღამის 3 საათამდე ასე ვიარეთ ინსპექტორები. ამას როგორ გადაგიხადე? 25 წელია პოლიტიკაში ვარ, არც ხთა მიამიღია, არც კაცი მომიკვია, არც ბიუჯეტი მომიპარია, არც ბიზნესი შემიქმნია. ანგელოზი ბოზიშვილი. რა თქმა უნდა, სავსებით სამართლიანი ჩევარ და ვასილ მაღლაფერიძე. სამარცხინო ვასილ მაღლაფერიძე. ტელევიზიის შეფი, რომელსაც ჩვენ ვინახავთ. ჩვენი ფულიდან ფინანსდება 100 მილიონია თუ 100 მილიონი მუნიციპალიტეტს არ აქვს. მაღლაფერიძე შეყვანილია ამ სიაში. ისე მაღლაფერიძეს რო შეხედო, მიხვდები რომ საქართველოში მონღოლები ნამყოფები იყვნენ. მონღოლებს დავანებოთ თავი, რას ვერჩით ისტორია შექმნეს კაცობრიობის. ამან ისტორია დაამახინჯა და ამახინჯებს საქართველოს სამართლით. ბატონო, არის ასეთი შესანიშნავი, აი ქართული ხალხური ძარღვენი გამოთქმა, შვილი მამას ბავშვის გაკეთებას ასწავლიდა.
ერთ კუნძულზე საარჩევნო კომისიის 7 წევრი შეჭამეს. ვინაიდან აყალბებდნენ არჩევნებს? კი ბატონო, ვიყავი შევარდნაძესთან შეკრული, როგორც მაბრალებდნენ, ვარ სააკაშვილთან შეკრული, ვიყავი თემურლენთან შეკრული, ჯალალედინთან, მურვანყრუსთან, შახაბასთან. მე არ მინდა ვინმე შეურაცხყოფით დავიწყო და ღმერთმა დაემფაროს ახლა პოლიტიკა და შეურაცხყოფა უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან. მაგრამ მენტალურად ის დარჩა იმავე დონეზე, რითაც დაიწყო თავისი მოღვაწეობა. თქვათ, აი უბანში ნარკოტიკების გაყიდვით, სადაც მე ვიყავი მეზობელი მისი 80-იან წლებში. შემდგომ უკვე იქ ამხანაგობა კწანისის კორპუსი რომ დაეშენებინა, გადაყარა ხალხი და გაიქცა მოსკოვში. შემდგომ ამისა ქართველ აბიტურიენტებს რო გამოიჭერდა მოსკოვის საგამოცდო კომისიების წინ, პირდებოდა მოწყობას, მე გადაყრიდა და შემდგომ ეს აბიტურიენტები როცა უკვე მილიარდერი გახდა, აკითხავდნენ ჭორვილაში. ეს თვითონ ბრძანა ინტერვიუში, რატომღაც ძალიან კმაყოფილმა და ისეთი ნასიამოვნების სახით. შემდგომ, როდესაც მოსკოვის ცენტრში, მიწისქვეშა გადასასვლელებში ერთ-ერთი ფასიანი ტუალეტის დირექტორი გახდათ, ეს ალბათ არიცით თქვენ და იქვე იდგა და გავლენ გამოვლელებს. ხო, ეს ბევრმა არიცის. გავლენ გამოვლელებს აბავდა და რაღაცებს პირდებოდა და რაღაცას ზალავდა, რაღაცას ატყუებდა, შეიძლება არ ატყუებდა, არ ვიცი. მე ხლა რაიმე თანამდებობას იგივე ფასიანი ტუალეტის დირექტორობა შეურაცხყოფას არ ვაყენებ, უბრალოდ ფაქტია. შესაბამისად, მისი მენტალობა დარჩა იგივე. ბატონო ჩაგრეს კაც. დავჩაგრე. ხო, აი ვერ გაიარა ისა. გასაუბრებ. რა გასაუბრებ ვერ გაიგარი ხლა შენ ციხლა ჰეგელის ფილოსოფია ზეპირად იცი, რა ვერ გაიარა. შენ აიცი მე რა ვიცი და რა. ვეთ საუბრობთ სამართლით. აი ხლა. აი დაიხსენო. აქედან მე გამოვიღებ ორიანის ყავს, ყავი აქვს ვე შავი გული. ისი არიან მინისტრები, პრემიერები, პრეზიდენტები და დეპუტატები, როგორც მე ვარ კამბოჯის პრინცი. Roses Revolution Georgia. Roses are wilting. We demand from English, motherfucker, do you speak it? down we dictate. Down we dictate. Down we dictate. Down we dictate. ჯული მარტო ის კი არ არის და წმინდა რომ ეკლესიაში წახვიდე და დადგე და პირჯვარი გადაიწერო. ასე რომ იყოს გარაჟში დგომით მანქანად გადაიწეოდა ადამიანი. ეკლესიაში დგომით უარეს გეტყვის მე დიდ ბოდის გიხდით და ბიუჯეტში 200,000-ია გამოწერილი ტუალეტის ხაღალზე. მინისტრებისათვის და სამინისტროს მუშაკების სამოქალაქო სექტორიდან ქალბატონი, რომელიც როგორც ჩანს ბაზარში იყო იმ წუთში. და იმ ხელჩანთაში ერთ გოჭის თავი ჩანდა მე მოკერში. ო, კარგით ეხლა. არა, მართლა კარგით ეხლა. პადრიჯანის რა. არა, მართლა გეუბნები. კარგით ეხლა რას. ნუ ახლა ჩემს გარდა ესწრებოდნენ სხვა ლიდერები. და ზუსტად ის ხელჩანთა უზარმაზარი საბაზრო დადო იმ გზაზე, რომელთაც უნდა კონდოლიზა რაიზი შემოსულიყო დარბაზში. კონდოლიზა შემოვიდა, რა თქმა უნდა, გაცინებული, წამოკრა ფეხი და დაეცა. ესე იგი, ნუ ვიფიქრებ სოჯობი ატომური ბომბი დაგწებოდა ეხლა. სერიოზულად ხო? სერიოზულად, აბა. ეხლა უკვე შეიძლება. 2008-ში. ეხლა უკვე შეიძლება. ვინ იყო ეს ქალბატონი ისიც? არ ვიცი, ვიღაც სამოქალაქო სექტორი იყო. რა კომუნისტების დროს ანუ შემოვიდა და კომუნისტების დროს რო იცოდა რომ აუცილებლად უზენაეს საბჭოს წევრი ერთი მწველე უნდა ყოფილიყო, ერთი მეჭაე, ერთი მეირმე და რაღაცა ეგეთ. აი ამ ფორმულაში არ უნდა გადავარდეთ. ესე იგი, მაინც დიპლომატიური გამოცდილება რას ნიშნავს? უცბად წამოხდა ძალიან სპორტულად. გაიცინა და რა უნდა ამ ხელჩანთას აქო და ნუ დაждდა და წავიდა ჩვეულებრივ მოლა. აგერ ახლა ფინანსთა სამინისტრომ 3 მილიონის პრემია გასცა, 3 მილიონი მარკს არ აუღია კაპიტალის დაწერაში. რა დაწერეს ეგეთ და რა გააკეთეს? თავისი გერი დანიშნა საკუთარ მრჩევლად და ამით დაამსხვრია საკაცობრიო მითი ბოროტი დედინაცულის შესახებ. კი ბატონო. დანიშნა თავისი პირადი დაცვის ყოფილი უფროსი ფიზკულტურის ინსტიტუტი ხონია დამთავრებული თანაც დაუსწრებლად ბატუძზე ხტომის სპეციალობით აი ამ ხისთავა კაცჭამეა გომელაურ ბიზნესმენშულმა ჩამოწერა პროცენტები აი იმას გვიცხადებს აი ეს კენტავრის მსგავსი ქალბატონი ცესკოს თავმჯდომარე როა პირველი შეხვედრა იყო ბარონესა ნიკოლსონთან ახლა ლორდთა პალატაში ნუ კაცებს ქვია ლორდები და ქალ ლორდებს ბარონესები ეს არის მუდმივი წოდება მუდმივი ასე ვთქვათ საკანონმდებლო ტიტული რომელიც ნაწილი მემკვიდრეობითაც კი გადადის როგორც ვიცი ბარონესა ნიკოლსონს რასაც საინტერესო
ადამიანი გახლავთ, გამოსული ჯერ თემთა პალატის წევრი, კონსერვატორი და საინტერესო პერსონა იმითაც, რომ აი ჰარი პოტერის ავტორი როულინგი როა ჯოანა, მისი დაქალია ძალიან ახლო დაქალი გახლავთ და დაფუძნებული აქვს ერთად ბავშვთა დაცვის მსოფლიო ფონდი და ეს როულინგი თვითონ ლეიბორისტული პარტიის სპონსორია, წინა არჩევნებში 4 მილიონი შეცდა მე მგონი და ანუ ეს კალბატონი ბარონესა ნიკოლსონი აერთიანებს შეიძლება ითქვას ორივე პარტიას და ძალიან საინტერესო ადამიანია და კარგად იცნობს რაც თავარია პოსტსაბჭოთა სივრცეს ჩვენს რეგიონს და საერთოდ 3 ჰექტარია ვაკეში მიწაო და მაგას მოგცემთო. და გაყიდეთო. გავშტერდი ახლა ეს ხაჭაპური ისე გამიჩერდა ახლა მე უპირისპირდები რესპუბლიკელებს, მაგრამ მომწონს ივანიშვილი. ეს იცით რას ნიშნავს? ესე ნახევრად ფერმძიმება. ნახევრად фермзимობა არ არსებობს. ხალი ამ фермзиме ან არ არის. Saakashvili обманул народ, не вернул рабочие места, не повысил пенсии, не назначил зарплаты, не назначил бесплатное образование. ნახავთ რომ სპორტსმენია სიაში რომელიმე პარტიის. იმ პარტიებს საერთოდ არ უნდა მიიღოს ხოლმე. სპორტსმენს არაფერი არ საქმეა პოლიტიკაში. ბოროტებისგან. ეს დაამტკიცა საქართველოს ისტორიამ, როცა ცხენებულმა ზუსტად გამსახურდა, შენგასაკუთა მინისტრად დანიშნა ძიუდოისტი. ყაბულიანზე მოცეულობა. ამ ძიუდოისტმა გადატრიალების დაწყების წინ თვალებში თავის აგენტს შეასხმევინა შამპუნი. და დაწვა საუნტყობაში, ანუ მიატოვა პრეზიდენტი და მიატოვა ქვეყანა. და როცა მივიდნენ მის სანახავად, ჩვენ მეგობრები კურსელები ვართ. სანახავად მივიდნენ საუნტყობაში. ეს თვალი ხო ქონდა ახო, ჩამოუვარდა. და დაავიწყდა რომელი თვალი იყო დაზიანებული და მეორეზე აიკრა. მე მოვიდნენ ჩემთან და გადავიდნენ კიდევ უნდა სეცელი. აი სპორტსმენი და აი ძიუდოისტი პოლიტიკაში. Mr. Senator, how are you? How do you do? I am glad to see you. English, motherfucker, do you speak it? ვაკის სასაფლაოზე თურმე საფლავის ადგილი ღირებულა, კაი პენტჰაუსის ფასი მანჰეტენზე. 9 საფლავის ადგილი გამოვიდა და 9-ვე გაყიდა. აი ასეთი პოლიტიკოსების ხელში. ბატარკაციშვილი, ვითომ მეცენატი, რომელმაც ხელში ჩაიგდო მთელი ქართული კულტურა, ცირკიდან დაწყებული ქორწინების სასახლი დამთავრებული და შავი ზღვის სპორტები დამთავრებული ყველაფერი. და იტყვის რომ გაჭირვება არ არის და ბატონო ეხლა მაინც და მაინც გოჩნუ შეჭამთ აუცილებლად არის გოჭის ყიდვა ხო იმიტომ რომ მაგას სახში აქვს ბაქოს შავი ხიზილა გამოგულებელად ზრემლი მომერევა გუგავამოვა როცა დამშვიდები გუგავამოვა გული მეტკინება გუგავამოვა ვასაძე გამოდის და ჭკვას მარგებს ჭოხა ჩაუწევ მოუშვე წვერი ვასაძის მამა შიო ვასაძე რომელმაც მაბატე და შარდიასვამ თელთბილისში. ჩვენებში არაფერი პრობლემა არ არის, ივანიშვილი მართავს ქვეყანას, სტაბილური მმართველია, რეჟიმი ფუნქციონირებს და ამიტომ არის სანქციების გვიანდება, ოფიციალური სანქციების გამოცხადება. დასავლი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებული, რომ რამდენად იქნება ეს მხარდაჭერილი პოლიტიკური სპექტრისგან, თქვა საზოგადოებისგან. ფიქრობენ, რომ ვაიმე, შეიძლება ეხლა ვაიმე არა, ბოდიში ხს ის მომივიდა სენტენსიურად. ფიქრობენ, რომ შეიძლება ხალხს მოსწონს ის რეჟიმი და მდგომარეობა და ხალხთან არ შევიდეთ წინააღმდეგობაში. ხომ იცით რომ ახლა მაინც პარტნიორები ანგარის უწევენ ხალხისას თუნდაც ის მცდარი იყოს თუმცა იციან ახლა ყველაფერი მაგრამ ვიმეორებ გადაარჩინეს ბიძინა ივანიშვილი და ახლა ეს ნიკო ნიკოლაძეშვილიშვილო თავმავალია ხო შვილდაშვილი თუ რაც ქვია ახლა რა თქმა უნდა სერიოზული მოღვაწე იყო ეს ნიკო ნიკოლაძე ყველა პატივს ვცემდით მაგრამ მქონდა მაგრამ ილია ჭავჭავაძე გამოიწვია დუელში იდიოტი არ იყო ილიას იწვევდა დუელში ნიკო ნიკოლაძე ისტორიაში შენარჩუნებული ეს ამბავი ჩალიჩ მალიჩ ამ სიტყვის სრული გაგებით ფოთში დიდ ფულს აკეთებდა მე თამზე დაიჭირეს კორუფციაზე იცით ეგ ამბავებად ის კაცი მე ჩამოუარა რა ვიცი ღმერთი ახლა ხელი მომწვია ეგ საქმე ახლა არ არის ჩემი გასარჩევი მაგრამ ესენი მაკაროვას ქალისგან ყავს ამას მალავე მაკაროვები ძალიან სერიოზული გვარია რუსეთში თავადური გვარია ეს დამის შალიჩა ძმა ის ჩამოდის ხოლმე ფულს აკეთებდა სამართლებრივი სახელმწიფო საიდან გვექნება როცა ივანიშვილის სასამართლო გვაქვს და მურუსიძის და ჩინჩალაძის დაჩინჩული სასამართლო მივაფურთხოთ ეშმაკს ხვალ უნდა მივაფურთხოთ ეშმაკს What is it with you humans? Always blaming me. რომ შეიძლება დაერქოს მხატვარი გარდა იმისა რომ წვერი აქვს მოშებული ხო წვერი ზოგიერთ თქვენს გვაქვს მაგრამ გონა არ ხატავთ ხო მეც მქონდა წვერი მოშებული და არ ხატავდი შესაბამისად ეს
მოხტური კიდევ უკეთესია მოვა და წავა თემურლენგი ახლა 8 ჯერ შემოვიდა მაგრამ აქ არ დარჩენილა საარჩევნო კანონი თავზე არ მოუხვევია მეფობა არ გაუქმებია ნუ არ ცხონდეს დადიანის თეატრი ამ დღეში უნდა იყოს რაც უგდისში ხდება ჩავარდა პროდიუსერი და დაბლა დაეცა რეჟისორს იატაკი ჩატყდა საერთოდ ჩემი თვალით მაგ ნახე იქ არის საშინელი მდგომარეობა რომელიც არაფერი სტატუსით არ მივახციო მაგრამ ყველაფერი ეს გვინდა იმისათვის რომ სიყვარული და საქმით გადაგიხადოთ აი ეს ნდობა და მართლა ეს ქვეყანა დავამგზავროთ ქვეყანას დავამყაროთ სოციალიზმი ევროპული ქართული სოციალიზმი ევროპამდე ადრე საქართველოში იყო სოციალიზმი დამყარებული როდესაც მეფეები დადიოდნენ ქუჩა და ხატაკებს ეხმარებოდნენ და ღამე გადაიცმევდნენ და ათვალიერებდნენ აბა ქუჩაში ვის რა უჭერს ვიღაცას გარეთ ხوار ძინავს და რაღაცას წავიდა დავით აღმაშენებელმა რი დაიწყო თავის მოღვაწეობა ტიპური სოციალისტი იყო დავით აღმაშენებელი სახალხო სამკურნალოების გახსნით არც ომი მოუწყვია არ ჯარი შეუქმნია ჯერ სახალხო სამკურნალოები გახსნა რადგან აი დიდი თურქობისაგან და სელჯუკობისგან ეს ხალხი გახიზნული იყო ტყეში და ემალებოდნენ მათ და დაავადებულები იყვნენ პარაზიტები ყავდათ იარები იყო მოურჩენ პირადად ექიმობდა და ეკცნობდა აღმაშენებელი ამიტომ ჩვენ აი ეს სისტემა უნდა შევქმნათ რომ ადამიანებს აქ ეცხოვრებოდეთ აი აქ ამ უზარმაზარი რესურსების 64-ში. მაღალწრეებში ხოლმე დილ აკადემიაში ვსწავლობდი და ახლა იქ ისეთი დონეები იყვნენ, რომელსაც ძნელად გააკურებდი რამით. ო, თბილისში как хорошо одеваются, как и солидные люди. შეცვალონ ეს კანონი და თავში დაიწყან საგასო აპარატები. შეცვალონ ეს კანონი და თავში დაიწყან საგასო აპარატები. ყველაზე მაგარი კონტინენტალური ავაზაკი თავისიერის მტერი მკვლელი დამანგრეველი მატყუარად სრულ გადამგდები ბანდი გიორგი ცაბაძის დამსახურება რომელიც სიმღერითაც საქართველოს და თბილისი გაიცნო კიდევ დამატებით თელმა მსოფლიომ და რაშუაშია სადერეკლეო რაშუაშია კალათი გისურვოთ თქვენ ძალიან დიდი წარმატებები ქართულ პოლიტიკაში რა წარმატებები სააკაშვილის შემდეგი ადგილი დაიტოვეთ თქვენთვის დიდი მადლობა 10 წელი გოლგოთას გზაზე ვდგავარ ოპოზიციაში ვარ ქრისტემ ნახევარი საათი იარა გოლგოთას გზამდე მაპატეთ ახლა შედა უხეში შედარება მე ვერ ვანდობდით ვერაფერს გარდა ქსეროებზე ქაღალდების ჩატანა ამოტანისა ვერ აზროვნებს ბავშვი ახლა გავესაუბროთ ჩვენს ჯამილა მასწავლებელს გვარავდით შეცხოვლის მათ შევიდა პრეზიდენტების შემდეგ პედოფილიაზე დაწესდება 30 წელი პატიმრობა სავალდებულო ქიმიური კასტრაციით. არ მინდა ახლა შორს წავიდე და წელიწადში ერთხელ სისხლის ანალიზს ვიღებ მეც იმისათვის რომ გავიგო ამ თავრობამ ხო არ გამithეთრა ან გამიშროს სისხლი. შეიძლება ბავშვებს ჩვენ ციხეში ვსვავდეთ მარიხუანას მოხმარებაზე. ამაზე უნდა იყოს ადმინისტრაციული სანქციები და ყურის აწევა. იმიტომ რომ იქ უკვე ნარკოტიკებზე მორფზე გადადიან და უფრო მძიმე რაღაცებზე გადადიან. Live is my son. Oh, thank you. ამართლებს თავის ზედმეტ სახელს მახრჩობელა ანაკონდა ქვია იცით ამ პიროვნებას თავიდანვე არ ვიყავი მომხრე კონკორდანტის ომბუდსმენი რა ომბუდსმენია ის იმას გერმანიის პრეზიდენტი აინშტაინერი მეგობარია ხიპიანი კაცი ჯოგას ვერადარენ და ვერასოდეს ცოტა ჯამელი ცოტა ხიპიანი კაცი ჯოგას ვერადარენ და ვერასოდეს ცოტა ჯამელი ცოტა მარტო ვერავაკი არ არის ინტელიგენცია და ელიტა. როგორც მეორე ხარისხოვან არსებებს ასე ვიყურებენ, როგორც გოებს. და ვასწავლოთ ვინ არის გოი. ჩვენი ანაბრების მიმჩვისებელი ქართველი ერის დაუძინებელი მტერი ვანო ჩხარტიშვილი რომელიც უნდა დალპეს ციხეში. ერთი პატარა ავამტყოფი კომპლექსიანი კაცის ინტერესებზე შეწირული ქვეყანა კაცისა რომელიც თავის დროზე იჯდა და ნარკოტიკებს ყიდით. ივანიშვილი არის პროდოლარისტი. უსულო არსება აბა ვინ არის ქვეყანაში დღეს სტაბილურობის მთავარი ბერკეტი პოლიტიკური ლეიბორისტული პარტია შესაბამისად ჩვენმა ძერმა ხალხმა ეს ძალიან კარგად იცის ამიტომ გვაქვს უდიდესი მხარდაჭერა და ამიტომ არის რომ ივანიშვილი ამოხდა ფეხსაცმელებიდან მანელბა ტაცაცმლიდან ამოხდება მე შინე კოსმოსში არ გაფრინდე ფუსებში შევიდეთ გავიდეთ ქუჩაში მე შენ და ბიძინა ერთად
თქვენ ნახავთ მე როგორ დამიწყებს ხალხი მოფერებას ცესკოს მონაცემებში თუ არა ისახება ის რასაც ანანასებს, ბანანებს და კარტოფილებს და შეიძლება თქვენი ტელეკამერა დაიმტროს და შეეწიროს ბიზნეს დაცვას და გადარჩენას. ეს იცი ძალიან კარგად ივანიშვილმა და ამიტომ რომ მე ვარ მის ყოველმეორე დღეს მის მოხსენებაში მთავარი პერსონაჟი და წინასაარჩევნო მიზნით გამოყენებული იმ კალაძისა, რომელმაც ბანდიტ კობიაშვილთან ერთად ბიუჯეტს ააფრთხნა 300 მილიონი ფეხბურთის განვითარებისათვის და რომელმაც ადრეული ავტოგოლების შემდეგ ქართული ფეხბურთი მოკლა და თვითონული მატჩი საქართველოს ნაკრების მონაწილეობით არის ჩვენი გუნდის გაკეთვა. ეს კაცი არის მოვლენა. სულიერადაც თუ აქვს სულიერება პოლიტიკურადაც, ფიზიკურადაც ეს კაცი უნდა იყოს სპეციალურ კლინიკაში და მას მკურნალობდა შფოთვითი აშლილობის გამო, რომელიც მას აქვს და ეს გამოიხატება ზვიგენების სიყვარულში, ჟირაფების სიყვარულში და ადამიანების სიძულვილში. დიდი ხანია ვიწევ ტელედებატებში ბიზინა ივანიშვილს და ეხლაც კიდევ მას მიმართავ და ვეუბნები გამოძვერი ბუჩქებიდან ივანიშვილს რაზე მისცეს ფულის გამო მისცეს ხმა იმიტომ რომ ყველას ეგონა მისი მოწვეულე გახდებოდა მილიონების და მოკრა პანჭური აბა რა ღირებულება ივანიშვილს რომ ფული არ ხონდეს სოფლის ბირჟაზე არ გამოვიდა ის კარტანა ცუკენბერგმა ნიუ-ჯერსის შტატში 550 მილიონი დოლარი დააბანდა განათლებაში სკოლებში აი ეს ლაწირაგი პატარა ბავშვი გენიოსი ლაწირაგი რა მოფერებით ვამბობთ რომ გენიოსი ახალგაზრდა ადამიანი აი ამხელა ქველმოქმედებით გამოირჩევა 99 წლის საპარლამენტო არჩევნები რო ჩატარდა 8 საათზე ხო იციან ეგზიტ პოლების გამოცხადება რომელიც არის სიყალბის ზეიმი რასაც CSGO დადებს მერე შედეგებად ჯერ ეგზიტ პოლად აცხადებენ რომ შეაგუონ საზოგადოება გაყალბებული შედეგებს და მერე უკვე აცხადებს ის დედალი კენტავრის მსგავსი ის რო არის თავმჯდომარე ეგეთები და მაგის მსგავსი მათ მოუწევთ აუცილებლად გამობრძანება ამ კაბინეტებიდან და სხვა შემოღობილში ყოფნა. Onda ეს სხვა უბანშია და ქვია გლდანის იზოლატორი. ჰოლანდი უნდა შემხედრო და მაგრამ ჩემ და გასაოცრად მივედი დამხვდა საფრანგეთის სოცპარტიის პოლიტბიურო, ბატონი თავმჯდომარე არ იყო და მცდილობის გამო ვიკითხე საბრძანდება მეთქი და იქ ჰომოსექსუალისტების მიტინგი იყო. ეხლა ობამა გახდა პრეზიდენტი შეერთებული შტატების და მისი მამი და იცით სად ცხოვრობს? სად? უპატრონოთა თავშესაფარში ამერიკის რომელიღაც შტატის მიყურებულ პრეზიდენტი. ეს ხა როგორ კამერა სად არის? წინ არის. დადგინდა! დადგინდა! ეს აღწევდა მოგვიგია. ეს აღწევდა მოგვიგია. მილიონერთა კლუბ საქართველოს ივანიშვილის რეჟიმს უახლოვდება ასტეროიდი ლეიბორისტული პარტიის სახით. ის აუცილებლად დაეცემა მაგათ. დიდი მადლობა. მაშინ შალვა ნახელაშვილი უნდა გულობას. დაისომე 100 წლის წინ გეძახოდი. დაისომე განჯგლებდი და გაგუძე. ძალიან დიდი მადლობა. დაისომე 100 წლის წინ გეძახოდი. დაისომე განჯგლებდი და გაგუძე.